პროპაგანდისტებს ესენი რას ეძახიან მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე იმით ვარ ბედნიერი, რომ არასოდეს ჩემ ცხოვრებაში არავის დავალება არ შემისრულებია და მით უმეტეს ეთერში. რასაც მინდა, რასაც გული მკარნახობს, იმას ვაკეთებ, იმას ვიძახი და ის სტუმარი მომყავს. და პროპაგანდა ზუსტად ეს არის, რომ დავალებებს კონკრეტულად ტელევიზიებში კონკრეტულ თემებს აშუქებენ იმას, რასაც ზემოდან კარნახობენ. ეს არის პროპაგანდა და მოყავს ის სტუმარი, რომელსაც ზემოთ შეათანხმებენ. ასე რომ მინდა გითხრათ, მე არასოდეს არ მქონია იმის ვიღაცას ჩემთვის რამე როდისმე დავალება მოეცეს, ან ეს მოიყვანეს სტუმარი, ან ეს მოიყვანეს სტუმარი, ასე რომ ამ ხრივ თავისუფალი ვარ. ერთადერთი ვისი დავალება შევასრულე ჩემ ცხოვრებაში ერთადერთხელ და ვისი რჩევაც გავითვალისწინე, ეს იყო უწმინდესი და უნატერესი ილია მეორე, რომელმაც 26 მაისს მითხრა და მირჩია, რომ ჩვენ ერთმანეთში დატაკება არ მოგსვლოდა და დავშლილიყავით და ეს მიმაჩნია ღირსეულ ნაბიჯად, რომ შევისმინეთ ეს მოწოდება და დავიშალეთ და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება არ გამოვიწვიეთ.